დღესვე მურიკ ჭანჭიქს სისტემისა გირაო შეუფარდეს, იმიტომ რომ სკოლის რემონტების თანხები გაიფლანგა. წლების განმავლობაში, როდესაც მშობლებთან ერთად ვამბობ და ვამბობდი, რომ სწორედ ამიტომაა რემონტებოდა სკოლები. ნაძალადევშიც ვიყავი, ჩოხატაურშიც ვიყავი, დედოფლისწყაროშიც ვიყავი, სოლოლაკშიც ვიყავი. ეს პრობლემა ჩავარდნილი რემონტების სკოლების წლების განმავლობაში არსებობს. ჩავარდნილი რემონტები ბაღების. რასაც ვამბობ, რომ ჩვენი ბაღის ბავშვების ფაფების ფულით არის ეს მილიონები მოხაპული და შექმნილი. რა მილიონებსაც დღეს ერთმანეთს ართმევენ. ამაზე წლების განმავლობაში მაქვს კამპანია და წლების განმავლობაში არავინ იქიდან პასუხს არ მცემდა, როგორც ახლა არ მცემს, იმიტომ რომ ზუსტად იციან, რომ იმ ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელსაც საერთოდ არ ესმის პოლიტიკა, ან შეკრულია ბიძინა ივანიშვილთან, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყოს რეალური სახალხო პრობლემები და საკითხები და აღმოჩნდი ისევე როგორც სასამართლოსთან დაკავშირებით, ისევე როგორც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, ისევე როგორც უფასო კვებასთან დაკავშირებით სკოლებში, ისევე როგორც თავის დროზე დავაყენე ხელფასების გაზრდის შესახებ კანონპროექტი და არ ჩახედა არავინ, არც მაშინდელმა მთავრობამ და არც მაშინდელმა ოპოზიციამ პარლამენტში. აი ასევე 100%-იანი აღმოჩნდი თუ არა სკოლებთან დაკავშირებით. ოღონდ ახლა თვითონ აინტერესებთ ეს ამბავი. თვითონ გამოდიან და ამბობენ, რომ მილიარდობით ლარი დაინახეს, რომ მოუპარავს ვიღაცას. მეგობრებო, თავის დროზე თვალს რატო ხუჭავდით ამაზე ყველაფერზე? იმიტომ რომ გაწყობდათ? იმიტომ რომ საერთოდ არ აინტერესებდათ ბავშვი დაზარალდება იქ თუ 10 კილომეტრში ივლის სკოლაში თუ 15 კილომეტრში. რამდენი სკოლაც გინდა იმას დაგისახელებთ, რომელიც მიგდებულია აი ეგრე გასარემონტებლად.